ანადოლიძე ხვალ იტყვის, მიიღებს თუ არა მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას. ის საპარლამენტო არჩევნების დროს კოალიციაში იყო ლელო ძლიერ საქართველოსთან, თუმცა მოგვიანებით პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებლად განაგრძო. უცნობია მისი პოზიცია მერობის კანდიდატთან დაკავშირებით და უჭერს თუ არა ის მხარს ლელოსა და გახარიას პარტიის მიერ შეთანხმებულ კანდიდატს თუ განსხვავებულ სტრატეგიას აირჩევს მონაწილეობის შემთხვევაში. ნინი ბალანჩივაძე გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნინი გისმენთ. ჯერჯერობით უცნობია რა იქნება ანადოლიძის საბოლოო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მისი ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს ვცადეთ კომენტარი მოგვეპოვებინა მისგან, თუმცა ანადოლიძემ ამ თემასთან დაკავშირებით დღეს არის სურვა, არაფრის თქმა. შესაბამისად, ზუსტად ერთ დღეში გავიგებთ რა იქნება მისი გადაწყვეტილება და გავიგებთ იმას, შეუერთდება თუ არა ანადოლიძე იმ პოლიტიკური პარტიების რიგებს, რომლებმაც უკვე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლელო ძლიერ საქართველოსა და გახარიას პოლიტიკურ პარტიას შორის და ეს ორი პარტია თანხმდება იმაზე, რომ ეს არის მათთვის ბრძოლის მეთოდი იმისათვის, რომ დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ამბობენ იმას, რომ დაეხმარებიან ერთმანეთს ყველა უბანზე, არ იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები და ასევე ამბობენ იმასაც, რომ მნიშვნელოვანი არის ბიძინა ივანიშვილის დასუსტება თვითმმართველობების დონეზე. რაც შეეხება საერთო კანდიდატს, ჩვენ დღეს მათ დაუსვით კითხვები, არის თუ არა უკვე შეთანხმება მიღწეული კანდიდატებთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები, კანდიდატები იქნებიან ისეთი, რომელზეც შეჯერდება ეს ორივე პარტია, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ანადოლიძე, ეს არის სხვა საკითხი, რასაც გავიგებთ უკვე. ხვალ ეს პარტიები კი ამბობენ იმას, რომ თუ მაგალითად ანადოლიძეს ექნება მათთან თანამშრომლობის სურვილი და იმ შემთხვევაში თუ მან საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში შედის, რა თქმა უნდა, მასთანაც ექნებათ კონსულტაციები, მათ შორის კანდიდატებთან მიმართებით. ბიულეტენებში არ უნდა იყოს მხოლოდ 51 ნომერი, იქ მისულ მოქალაქეებს აუცილებლად უნდა დახვდეთ პროდასავლური პარტიების ნომრები და მათ შორის ჩვენი კოალიციის ლელო ძლიერი საქართველოს ნომერი 9, რომ გამოხატონ საკუთარი პოზიცია, საკუთარი წინააღმდეგობა ქართული ოცნების რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. გამოკვეთილი არის ის, რომ ჩვენ ვართ კოორდინაციაში გიორგი გახარიას პარტიასთან, ჩვენ არ ვიქნებით ერთმანეთის კონკურენტები, არ დაუყენებთ მათ კანდიდატებს, ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტთან, ვის წინააღმდეგობაში არის რუსული რეჟიმი. მათ შორის შესაძლებელია ანადოლიძესთანაც ბუნებრივია გვექნება კონსულტაციები და შემდეგ გადავწყვეტოთ ამ კონსულტაციების შესაბამისად როგორ მოვიქცევით, მაგრამ კონსულტაცია გვექნება ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტთან, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში დაუპირისპირდება რუსულ რეჟიმს. წინასწარ ახლა მისი პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ ცნობილი არ არის და ამიტომ შეფასებები გამიჭირდება, თუმცა ჩვენ რა მემორანდუმით თანამშრომლობის გავაფორმეთ ლელოსთან, ეს პრინციპები ყველასთვის არის ცნობილი და ამ პრინციპებზე დაყრდნობით ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან თუ სუბიექტთან ჩვენ რა თქმა უნდა სათანამშრომლოდ ვართ მსად. საზოგადოებისთვის ცნობილია 8 პროდასავლური ოპოზიციური პარტიის პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ისინი თანხმდებიან იმაზე და ერთობლივი განაცხადიც მოვისმინეთ უკვე ჩვენ მათი მხრიდან რუსთაველის გამზირზე, რომ არ შედიან თვითმმართველობის არჩევნებში, არ აპირებენ, როგორც თავად ამბობენ, მიიღონ მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში და ფარში, რომელსაც თავაზობთ ბიძინა ივანიშვილი. ისინი ამბობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული განვითარების სწორედ არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და შესაბამისად მათი პოზიცია უცვლელია. ისინი ამბობენ, რომ შეცდომაში არიან შეყვანილი ის პოლიტიკური პარტიები და მათი კოლეგები, რომლებიც აპირებენ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ანადოლიძის გადაწყვეტილება და მის შესაძლო არჩევნებში მონაწილეობა ვერანაირად ვერ შეცვლის ამ არჩევნების შინაარსს. ვინაიდან ეს არჩევნები არის ფარსი და რუსული სპეცოპერაცია. ახლა კოალიციის ლელოს პარტიები ცალ-ცალკე გავლენ, თუ ერთად გავლენ და სიმრავლეს შეუქმნიან ქართულ ოცნებას, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ცხადად არაერთხელ ვთქვით, რომ არ ვითანამშრომლებთ კრიმინალში რუსულ რეჟიმთან. პარტია არ ვაღიარებთ თვითმმართველობის არჩევნებს, ეს მოცემულობაა, ეს არის ფარსი და ამ ფარსში ახლა 3 სუბიექტი შევა, 4 შევა, ერთი კანდიდატი ეყოლებათ თუ არ ეყოლებათ არსებითი არ არის, იმიტომ რომ როცა არჩევნები არ არის მის შინაარსში შესვლა, არ არსებული შინაარსში შესვლა, მე არ მგონია რომ სწორი იყოს. მართლა მნიშვნელობა არ აქვს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ისინი ბევრი ადამიანი ჩემი ვიცნობ პირადად, ზოგი ჩემი მეგობარია, მაგრამ არიან შეცდომაში შესულები, იმიტომ რომ როცა რეჟიმს ხელში უჭირავს ტაბლო ჯერ კიდე რომელზეც შეუძლია ნებისმიერი შედეგი დაწეროს, ამას არჩევნებს ვერ დავარქმევთ.
სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ და ორი მთავარი მიზეზი არის. ერთი ის, რომ ვინც მიიღებს მონაწილეობას, იქცება სისტემურ ოპოზიციას, რომელიც დაეხმარება დემოკრატიული პროცესების იმიტაციაში დიქტატურულ ძალას ივანიშვილის ბანდის სახით და მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაც გახლავთ წინააღმდეგობა შესუსტება. ანუ ის რაც თავარ დაბყოლებას უქმნის რეჟიმს, რაც იწვევს შიდა დაპირისპირებებს, შიდა რყევებს, საერთაშორისო ზეწოლას, რაც არის ეფექტური ერთადერთი გზა მსგავსი ტიპის რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლოდ, აი ამ ბრძოლას დაანებებს თავს პოლიტიკური აქტორი, ხო, რომელიც ეგრეთ წოდებულ სპეცოპერაციებში, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, სისტემატურ სპეცოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენთვის უკვე ცნობილია ისიც, რომ 8 პროდასავლური პარტია აპირებს იაროს რეგიონებში და ისინი მიაწვდიან მოქალაქეებს დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა წავიდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე და რატომ არ უნდა მიიღონ ამ ფარში მონაწილეობა. შეიძლება ითქვას, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გადიან თუ არ გადიან თვითმმართველობის არჩევნებზე, თანხმდებიან იმაზე, რომ რუსული რეჟიმი არის ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში და შესაბამისად მათ აქვთ განსხვავებული გზები, ბრძოლის გზები, ნაწილი მათგანი იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ნაწილი მათგანი არა და უკვე ხვალ გაირკვევა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, შეემატება თუ არა ანა დოლიძის პარტია.